რამდენი ხანი უნდა მივიღოთ D ვიტამინი და როდის უნდა შევწყვიტოთ მისი მიღება? დღეს მე ყველაფერს გეტყვით, რაც უნდა იცოდეთ D ვიტამინზე. ვიტამინი D არის ნომერ პირველი დეფიციტური ვიტამინი მსოფლიოში. თითქმის ყოველ მეორე ადამიანს აქვს არასაკმარისი ვიტამინი D სისხლში. ეს ხდება იმიტომ, რომ საკვები თითქმის არ შეიცავს მას. ძალიან მცირე ოდენობით და D ვიტამინის მისაღებად აუცილებელია მზე მოხვდეს კანს. მზის ულტრაიისფერი B სხივები და ჩვენ კი დიდ დროს ვატარებთ შენობებში, ხან ღრუბლიანი ამინდი, ხან ზამთარია, ჰაერი დაბინძურებულია, ასაკთან ერთად D ვიტამინის წარმოქმნა მცირდება და მრავალი სხვა პრობლემა ბლოკავს ჯამში D ვიტამინის მიღებას და გვივითარდება მისი დეფიციტი. საკვები კი მცირე ოდენობით შეიცავს D ვიტამინს, მაგრამ ის საკმარისი არ არის. მაგალითად, ცხიმიანი თევზი, ღვიძლი, კვერცხი, ყველი ესენი შეიცავს, მაგრამ როგორც წესი საკვებით მიღებული D ვიტამინის დონე ძალიან მცირეა და ის საკმარისი არ არის. ვინაიდან წონის კლება მარტო ხშირად რთულია, мотиваციის შენარჩუნება რეჟიმის დააცვა და როცა არ იცის სწორად აკეთებ თუ არა, ზუსტად ამიტომ შევქმენით წონის კლების 21 დღიანი მარათონი. აქ მიიღებ სტრუქტურირებულ კვების რეჟიმს, მენტორშიპს, მხარდაჭერას და ჯგუფს, სადაც სხვებიც შენთან ერთად გადიან ამ გზას. მარათონის ღირებულება 79 ლარი. დეტალებისთვის შეგიძლიათ მოგწეროთ პირად შეტყობინებებში WhatsApp-ზე, WhatsApp-ის ნომერი მითითებულია. წონის კლება უნდა იყოს ჯანსაღი და ეს ბევრად მარტივია, როცა იცი რას აკეთებ. D ვიტამინის დეფიციტის პირველი და ყველაზე მოტყუებითი ნიშანი ისაა, რომ მას ნიშნები ხშირად არ აქვს. ანუ მსუბუქი დეფიციტი თუ აქვს ადამიანს, შეიძლება საერთოდ ვერ იგრძნოს. მეორე მნიშვნელოვანი ნიშანი D ვიტამინის დეფიციტის არის კუნთების სისუსტე. ადამიანს თითქოს უფრო ურთულდება ფეხზე დგომა, კიბეებზე ასვლა, თითქოს ფეხები დამძიმებული აქვს და ეს ხდება იმიტომ, რომ D ვიტამინი მონაწილეობს კალციუმის რეგულაციაში, ხოლო კალციუმი აუცილებელია კუნთების შეკუმშვაში და კუნთებს ძალა ეკარგება. მესამე მნიშვნელოვანი ნიშანი არის ძვლების ღრმა ტკივილი. ადამიანი ამბობს, რომ აი რაღაცნაირად ძვლები მტკივა, წელი, მენჯი, ფეხები, ნეკნები, ზურგის მიდამოში ეს მძიმე დეფიციტს ახასიათებს უმეტესად, რადგან ძვალი კარგავს მინერალიზაციას, ანუ კალციუმს კარგავს, როცა D ვიტამინის ნაკლებობა, რადგან D ვიტამინი აუცილებელია კალციუმის შეწოვისთვის ორგანიზმში, რომ საკვებიდან კალციუმი შევიწოვოთ. როცა D ვიტამინის დეფიციტია, საკმარისი რაოდენობით კალციუმი ვერ შედის ჩვენს ორგანიზმში. როცა კალციუმი ვერ შედის, ძვლებიდან გამოაქვს ჩვენს ორგანიზმს კალციუმი და ამიტომ ვითარდება ძვლების ტკივილი. ამას აღიქვამს ძვლების მგრძნობიარე ტკივილის რეცეპტორები და ეს სიმპტომებია. მეოთხე ნიშანი არის სხეულის საერთო მტკივნეულობა. ადამიანს შეიძლება ჰქონდეს შეგრძნება, რომ ყველაფერი ტკივა, მათ შორის კუნთები, სახსრები, წელი, ფეხები, მაგრამ ეს ნიშანი არ არის მხოლოდ D ვიტამინისთვის დამახასიათებელი, იგივე შეიძლება იყოს სტრესის დროს, ძილის ნაკლებობისას, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემისას, რკინის დეფიციტის დროს შესაბამისად შესაძლებელია სხვა მიზეზებიც ჰქონდეს, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი D ვიტამინის დეფიციტიც არის. მეხუთე ნიშანი, რაც D ვიტამინის დეფიციტს ახასიათებს, არის ქრონიკული დაღლა. ადამიანი იძინებს, მაგრამ მაინც დაღლილი იღვიძებს. ენერგია არ აქვს, დილით მძიმედ დგება, მარტივი საქმეებიც ეზარება და არ არის აუცილებელი D ვიტამინის დეფიციტი ძალიან მძიმე იყოს ამ დროს. შესაძლებელია ქრონიკული დაღლილობა შედარებით მსუბუქ დეფიციტზეც განვითარდეს. მეექვსე ნიშანი არის კუნთების კრუნჩხვა ან დაჭიმულობა. როცა დეფიციტი ძლიერია, შეიძლება დაირღვეს კალციუმისა და ფოსფორის ბალანსი და ასეთ დროს კუნთების დაჭიმულობა შეიძლება იგრძნოს ადამიანმა, ან კრუნჩხვა, ან კანკალი, რაც ძალიან უსიამოვნო შეგრძნება კუნთებში და ადამიანები აღნიშნავენ ხოლმე ამას. მეშვიდე ნიშანი არის ხშირი დაცემა და ცუდი ბალანსი, განსაკუთრებით ასაკოვან ადამიანებში. ანუ D ვიტამინის დეფიციტი ორ სულ საქმეს აკეთებს. ერთი ხო ძვლებს ასუსტებს და მეორე არის რომ ბალანს არ ღვევინებს ადამიანებს და ეს ადამიანი რომ ეცემა დასუსტებული ძვლით, მოტეხილობის რისკი მნიშვნელოვნად ეზრდება და მოტეხილობის რისკის გაზრდა კიდე სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის, განსაკუთრებით ასაკოვან ადამიანებს, ამიტომ ენიჭება ხოლმე დიდი მნიშვნელობა ასაკში D ვიტამინის და კალციუმის ცვლას. და შემდეგი ნიშანი, რაც D ვიტამინის დეფიციტს ახასიათებს, არის რაქიტი. ძვლების დეფორმირება შეიძლება იცით ბავშვებში, როცა D ვიტამინის ნაკლებობა ბავშვებს უვითარდებათ ხოლმე
რომელიმე დეფორმული ძვლები, რადგან ძვლები არ მყარდება და ფეხები შეიძლება მოიხაროს, ზრდა შეფერხდეს, ძვლები გახდეს უფრო სუსტი და ეს D ვიტამინის დეფიციტის ერთ-ერთი ნიშანია. და ბოლოს D ვიტამინი ასევე მოქმედებს გუნება-განწყობაზე და ადამიანს, ვისაც D ვიტამინის დეფიციტია, გუნება-განწყობის დაქვეითება შეიძლება ჰქონდეს. რადგან D ვიტამინის რეცეპტორები ჩვენ გვაქვს მთელს ორგანიზმში თითქმის, როგორც ძვლებზე, კუნთებზე, იმუნურ სისტემაზე, ანუ იმუნიტეტის ჩამოყალიბებაში მონაწილეობს და ასევე მნიშვნელოვანია გუნება-განწყობისთვის, სეზონურ მოწყენილობასთან, ენერგიის დაქვეითებასთან არის ასოცირებული, როცა D ვიტამინის დეფიციტი აქვს ადამიანს. ეხლა როგორ განსაზღვრათ D ვიტამინის დეფიციტს? სისხლის ანალიზი, ან ყველაზე კარგი და სწორი განსაზღვრა ხდება სისხლის ანალიზით. 30-ზე ნაკლები თუ არის, ეს მნიშვნელოვანი დეფიციტია. 30-დან 50 ნანომოლი არის ხოლმე, მიიჩნევა არასაკმარისად, ან 50-ს ქვევით მოკლედ დაბალია, 30-ს ქვევით თუა ძალიან დაბალია. ეს არის მარტივი განსაზღვრება. 50-დან 75-მდე არ არის კარგი, მაგრამ არაუშავს. და 75-დან 125-მდე ოპტიმალურად კარგია და 125-ის ზევით უკვე აღარაა საჭირო და 375 ზევით თუა უკვე ტოქსიურია. D ვიტამინს ახასიათებს, რომ შევიდეს ცხიმოვან ქსოვილში, იქ დამკვიდრდეს, გაჩერდეს ცხიმოვან ქსოვილში, ამიტომ შეიძლება D ვიტამინის დაგროვება მოვიდეს ადამიანს, დაგროვდეს დიდი ოდენობით D ვიტამინი და ტოქსიურობა გამოავლინოს და კალციუმის დონე მოიმატოს სისხლში მნიშვნელოვნად. ამიტომ არის რომ არ არის სასურველი ძალიან მაღალი დოზებით D ვიტამინის მიღება, თუმცა კი D ვიტამინის დეფიციტი მნიშვნელოვნად აქვს ადამიანებს. ორი სახის D ვიტამინი არსებობს ძირითადად D2 და D3. ხო, D2 არის შედარებით სუსტი, ამიტომ პრაქტიკაში და დღეს თითქმის ყოველთვის იყიდება D3 უმეტესად და D3 არის იგივე ქოლეკალციფეროლი, ხო, ამიტომ თუ ნახეთ, მიხვდებით რომ ეს D3-ია და D3 ძალიან ეფექტურად წევს სისხლში D ვიტამინის დონეს, ამიტომ არის რომ უფრო მძლავრი და უფრო საიმედოა. ახლა მთავარი შეკითხვა, რამდენი ხანი შეიძლება D ვიტამინის მიღება? აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი პასუხი. რამდენად ძლიერი დეფიციტი აქვს ადამიანს გააჩნია. თუ ამბობთ, რომ არაფერი არ ვიცი და უბრალოდ უნდა რომ ადამიანს D ვიტამინი დალიოს, მაშინ 600-დან 1000 საერთაშორისო ერთეულამდე დღეში შეუძლია დალიოს პრაქტიკულად შეუზღუდავი დროის განმავლობაში. არ შეუზღუდავად, არამედ შეუზღუდავი დროის განმავლობაში. ანუ 600-დან 1000 საერთაშორისო ერთეულამდე მიიჩნევა ძალიან უსაფრთხოდ ზრდასრულისთვის და შეუძლია ადამიანს რომ ხანგრძლივად მიიღოს. განსაკუთრებით შემოდგომა ზამთრის სეზონზე, ხო, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მთელი ცხოვრება სვამს D ვიტამინი, მაგრამ ხანგრძლივად შესაძლებელია. და თუ მაინც ერთი მარტივი წესი უნდა ადამიანს, 4000 საერთაშორისო ერთეულზე მაღალი დოზა D ვიტამინის ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ უნდა მიიღოს ადამიანმა, ეს უნდა დაიმახსოვროს ექიმის გარეშე. ექიმის დანიშნულებით შესაძლებელია. თუ ანალიზში D ვიტამინი არის 30-დან 50-მდე ნანომოლი litrზე, ეს არის ხოლმე ყველაზე ხშირი საზომი რა და შესაძლებელია ხოლმე კიდე სხვა, ის უფრო პატარა დაახლოებით 2-ზე უნდა გაყვანო, 2-ზე მეტად კიდე. მაგრამ ყველაზე ხშირად ეს ნანომოლი litrზე გამოიყენება ხოლმე და თუ 30-დან 50-მდეა, ანუ არასაკმარისია, ასეთ დროს 1000-დან 2000 საერთაშორისო ერთეულამდე ინიშნება ხოლმე D ვიტამინი 8-12 კვირის განმავლობაში, უხეშად 3 თვე, ანუ 2000 საერთაშორისო ერთეული 3 თვის განმავლობაში. მერე უნდა გადამოწმდეს. თუ კი D ვიტამინი ნორმაში ჩადგა ამ პერიოდის განმავლობაში, მერე გრძელდება 800-დან 1000-მდე, ანუ 800 ან 1000 ყოველ დღე. ეს არის შემანარჩუნებელი დოზა. ზოგჯერ არ არის საკმარისი 2000 საერთაშორისო ერთეული. ზოგჯერ შეიძლება 2000-იც გაგრძელდეს, გააჩნია ადამიანის საცხოვროს, გააჩნია რამდენად ხშირი შეხება აქვს ადამიანს მზესთან. თუ D ვიტამინის დონე 30 ნანომოლი litrზე უფრო ნაკლებია, ეს არის უკვე სერიოზული დეფიციტი და ამ დროს არის სამკურნალო დოზები საჭირო. სამკურნალო დოზა არის მაგალითად 50000 საერთაშორისო ერთეული კვირაში ერთხელ 8 კვირის განმავლობაში. ანუ ეს მაღალი დოზები ამან არ უნდა შეგაცდინოთ, რომ არსებობს D ვიტამინი მაგალითად 800-იანი, 1000-იანი, 5000-იანი, 6000-იანი, 10000-იანი, 50000-იანი და ასე. ანუ 50000-იანი კვირაში ერთხელ მიიღება.
კვირაში ერთხელ მიიღება 8 კვირის განმავლობაში, 6 კვირის განმავლობაში შეიძლება. ოღონდ ეს აუცილებელია მაშინ თუ დადასტურებულია, რომ D ვიტამინის მნიშვნელოვანი დეფიციტი აქვს ადამიანს. თორე თუ D ვიტამინი ან ნორმასთან ახლოს აქვს, ან ნორმის ქვედა ზღვართან აქვს, ან ცოტა ქვევით ცილდება, არ ნიშნავს, რომ 50,000 საერთაშორისო ერთეული ჭირდება. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნდა დაიმახსოვროს ადამიანმა. 50,000 საერთაშორისო ერთეულის ექვივალენტი არის, რომ ის კვირაში ერთხელ მიიღება და თუ 4,000-იანს ან 5,000-იანს ან 6,000-იანს იღებს ადამიანი საერთაშორისო ერთეული დღეში, თუ ყოველ დღე მიიღებს, მაშინ ესეც შესაძლებელია თუ მნიშვნელოვანი დეფიციტი აქვს, ოღონდ ასევე 6-8 კვირის განმავლობაში. ანუ თუ მნიშვნელოვანი დეფიციტი აქვს მოკლედ D ვიტამინის, ადამიანს უნიშნავენ ან 50,000-იან დოზას, ან თქვა 5,000-იან დოზას ყოველ დღე 6 კვირის განმავლობაში. ეს არის მთელი აზრი მოკლედ D ვიტამინით მკურნალობის სქემა, რაც არის. ხო, ესეთი მაღალი დოზები არ არის სასურველი ადამიანისთვის უბრალოდ პროფილაქტიკის მიზნით. განსაკუთრებით თუ ადამიანს აქვს თირკმელის პრობლემები, კენჭები თირკმელში, მაღალი კალციუმი ან პარათიროიდული ჯირკვლის პრობლემები, ასეთ დროს მაღალი დოზები არ არის რეკომენდირებული. ახლა როდის უნდა შევწყვეტოთ D ვიტამინის მიღება? ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რა დონეზეა D ვიტამინი. უნდა განისაზღვროს ან მკურნალობის შემდეგ, იმ 6 კვირის მერე, ან 8 კვირის მერე, ანუ მთავარი აქ არის რომ განისაზღვროს D ვიტამინის დონე, იმიტომ რომ სხვა ვერაფრით ვერ მიხვდებით, სისხლში უნდა განისაზღვროს D ვიტამინის დონე, თუ დარეგულირდა, თუ მაღალ დოზებს იღებთ და დარეგულირდა, შემანარჩუნებელი დოზაზე გადასვლა შესაძლებელია, ან 8 საერთაშორისო ერთეული დღეში, ან 1000 საერთაშორისო ერთეული დღეში. ან შესაძლებელია მაგალითად 2,000 გაჩნია იმის მიხედვით რა დონეზე დადგა მას შემდეგ რაც უმკურნალე D ვიტამინს. ხო, რაც მეტი მით უკეთესი ეს პრინციპი არა, ან D ვიტამინი მაღალი დოზებით ტოქსიურია. აქ არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი, რომ ჯობია D ვიტამინი მიიღოს საკვებთან ერთად, იმიტომ რომ საკვებთან ერთად D ვიტამინის მიღება დაახლოებით 50%-ით აუმჯობესებს მის შეწყვეტას. ეს იმას არ ნიშნავს, რომ საკვების გარეშე ვერ შეიწოვს შენი ორგანიზმი D ვიტამინს, შეიწოვს, მაგრამ ის იქნება ნაკლები. საკვებთან ერთად 50%-ით გაუმჯობესებული იქნება შეწოვა. ამიტომ აქვს დიდი მნიშვნელობა. 1000 და 2,000 საერთაშორისო ერთეული დღეში არ არის მაღალი დოზა, ამიტომ როცა 1000-იანს იღებენ, როგორც წესი, ხშირად ადამიანები არც იკეთებენ ხოლმე ანალიზს, მაგრამ ანალიზის გაკეთება ყველაზე კარგი მიდგომაა, ყველაზე სწორი მიდგომაა იმისთვის, რომ ვიცოდეთ რა მდგომარეობა გვაქვს D ვიტამინის კუთხით ჩვენს ორგანიზმში. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია და ნუ თუ 30-ზე ნაკლებია, მაშინ მაღალი დოზებია საჭირო და ესეც მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ასაკოვნებში D ვიტამინის მნიშვნელოვანი დეფიციტი მოტეხილობების რისკს ზრდის და მოტეხილობების რისკის გაზრდა სიცოცხლის ხანგრძლივობასთან არის დაკავშირებული. აი ამიტომ აქვს მნიშვნელობა განსაკუთრებით ასაკოვნებში D ვიტამინის დეფიციტის აღმოფხვრას. და როგორ ვიგრძნობთ D ვიტამინის დეფიციტი, რომ აღარ გვაქვს, ანუ რამე სიმპტომები იქნება? ბევრ ადამიანს არც აქვს სიმპტომები, არც ქონდა სიმპტომები და არც ექნება სიმპტომები ისეაც. მაგრამ ვისაც ქონდა კუნთების ტკივილი, ან კუნთების სისუსტე, იმაში შეუმსუბუქდება, ვისაც ძვლების ან სხეულის მტკივნეულობა ქონდა, შეუმსუბუქდება. ასევე D ვიტამინის დეფიციტი მნიშვნელოვნად დაკავშირებულია ბევრ ქრონიკულ დაავადებასთან, იმუნური სისტემის გამართულ მუშაობასთან და ეს ამების მოწესრიგებაც შესაძლებელია და ასევე ნაკლებად დაიღლება ადამიანი, უფრო ენერგიული იქნება. თუმცა ახლა დაღლილობა შეიძლება რკინის დეფიციტსაც ახასიათებს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მაინც და მაინც დაღლილობა D ვიტამინით არის გამოწვეული, ან ფარისებრი ჯირკვლის პრობლემას, ან სტრესს, ან დიაბეტს. მაგრამ თუ D ვიტამინით იყო გამოწვეული, იმას ეშველება. კუნთებიც უფრო გამძლე გახდება. ბუნება განწყობას უფრო მეტად გაუმჯობესდება. ეს არის D ვიტამინის მოქმედების შედეგები. D ვიტამინი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ვიტამინია სინამდვილეში, რომელსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ. აი ეს იყო რის თქმაც მინდოდა. მადლობა რომ მისმენთ, მადლობა რომ გაინტერესებთ. თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები, დალაიქეთ, თუ მოგწონთ ჩემი არხი, გამოწერეთ. მადლობა ინტერესისთვის.